მოგესალმებით ყველას მედია კავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება აგრძელებს თქვენთვის მაუწყებლობას. ჩვენი დღევანდელი გამოშვება იმ ლამაზ და მეტად საინტერესო და საჭირო სიახლეს შეეხება, რომელიც ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ულამაზეს ქუჩაზე, კერძოდ გიორგი ლეონიძის 11 ნომერში მდებარე მსახიობის აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლსა და მის გვერდით მასთან არსებულ ბაღის მშენებლობას ეხება. რაც შეეხება მსახიობის სახლს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და არაერთგზის გქონია საუბარი, რომ საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდენტმა, მხატვარმა ბატონმა გიორგი გეგეჭკორმა და სრულიად საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დარბაზი და მაყურებელთა დარბაზი და სცენა სექტემბერში გარემონტებული დახვედროდა თბილისში მცხოვრებსა და თბილისის სტუმრებს. რაც შეეხება მის გვერდით მასთან აკაკი ხორავას სახელობის თეატრთან არსებულ არაჩვეულებრივ ბაღს, ამის შესახებ საუბარი თურმე მრავალი წლის წინ დაუწყია და ინიციატივა გამოუჩა ესეც ბატონმა გიორგი გეგეჭკორმა მოგვახსენა საუბრისას მრავალი წლის წინ დღევანდელი საკრებულოს დღევანდელმა თავმჯდომარემ ბატონმა ზურაბ აბაშიძემ გამოთქვა და ასევე მთაწმინდის რაიონის გამგებელმა ბატონმა დავით კირკიტაძემ გამოთქვეს სურვილი, რომ ბაღი განახლებულიყო. სურვილი, რა თქმა უნდა, სისრულეში მოიყვანეს თავადვე და სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის ბატონ ზურაბ აბაშიძისა და მთაწმინდის რაიონის გამგებლის ბატონ დავით კირკიტაძეს გვერდით დგომით დღეს ბაღში მიმდინარეობს განსაახლებელი სამუშაოები. ამ ყველაფერს თქვენ ვიდეო მასალიდან შეიტყობთ. ჩვენ კი მედია კავშირი ობიექტივი გპირდებით, რომ ამ მშენებლობის პროცესებს და თეატრში მიმდინარე ეს თეატრთან არსებული ბაღის მშენებლობის პროცესებს და თეატრში მიმდინარე სიახლეებს, რომელიც უკვე შემოქმედებას ეხება და უკვე პრემიერებს ეხება და ეს პრემიერა არაერთგზის და არაერთი და ორი ელოდება თბილისსა და თბილისის სტუმრებს. ამ და კიდევ ბევრი საინტერესო შესახებ სწორედ იმ ვიდეო მასალებიდან შეიტყოთ, რომელსაც ჩვენ სულ ცოტა ხანში შემოგთავაზებთ. რაც შეეხება თეატრის მსახიობებს, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მსახიობი ჩავიწერეთ და ასევე გვპირდებით, რომ ყველას ნელ-ნელა ყველასთან შემოგთავაზებთ ინტერვიუს. ახლა კი გთხოვთ ჩავთოთ ვიდეო. საინტერესო ცვლილებების პერიოდში ვართ. თქვენ იცით და ნახეთ უკვე რამოდენიმე თვეა დამთავრდა უკვე სცენის და დარბაზის რეაბილიტაცია, პრაქტიკულად განახლდა და მინდა ვისარგებლო შემთხვევით თბილისის მერიას და განსაკუთრებით ჩვენი რაიონის გამგებელს და გამგეობას ბატონ დათო კირკიტაძეს უთხრა ძალიან დიდი მადლობა. სწორედ მათი ინიციატივა იყო და ცალკე გამოყოფ კიდევ მარიამ ლომთათიძის ღვაწლს, ასე ვთქვათ, ამ პროექტთან დაკავშირებით. სწორედ მან წამოიწყო წლების წინ დედაენის შესახებ ზრუნვა, მან გააციფროლა დედაენა და ძალიან საინტერესო შედეგი მივიღეთ და ამ მიმართულებით მუშაობა მას არ შეუძლებია და სწორედ ბაღი, რომელიც სულ მოკლე ხანში 15 სექტემბრის შემდეგ მზად იქნება, იაკობ გოგებაშვილის სახელთან არის დაკავშირებული და ამ ბანკების ბაღი ესეთი სათაური მოვიფიქრეთ. თვითონ მიმართულებაც როგორც ეზოსი, ასევე მსახიობის სახლის და აქ ძირითადი რეპერტუარიც გვინდა იყოს საგანმანათლებლო მიმართულების და აქვე მინდა აღნიშნო, რომ პირდაპირ კავშირში არის ამბანი და სიტყვა
თეატრი ამ სიტყვის გარეშე არ არსებობს. მე ვიძახი დრამატულ თეატრს, თორე შესანიშნავი პანტომიმის თეატრიც გვაქვს ჩვენ. და მოკლედ პირველი ნაბიჯები რაც გადაიდგა ილია ჭავჭავაძის მიერ და შეიძლება ძალიან ბევრი მარიცოდეს ორი სიტყვით მე და შევეხო საერთოდ ჩვენი საზოგადოება საიდან წამოვიდა 1891 წლის 18 იანვარი ითვლება დრამატული საზოგადოების დაბადების დღით სწორედ ამ დღეს მოაწერა ხელი იმპერატორმა რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ედო ნიკო ნიკოლაძის მიერ დაწერილი წესდება და მას მოაწერა ხელი 18 იანვარს. მაშინ სახელწოდება იყო დრამატული საზოგადოება. ილია ჭავჭავაძე როგორც ბრძენი ადამიანი კარგად ცნობდა და ხედავდა თუ რა საჭიროებები იყო ჩვენი ქვეყნის წინაშე და რაც იყო აუცილებელი ნაბიჯები რომ ქართული იდენტობა, ქართული ენა გადარჩენილიყო. მაშინ მოგხსენებათ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც მან დააფუძნა. ასევე დრამატული საზოგადოება და საადგილმამულო ბანკი ხوارს ცნობილია. და სწორედ საადგილმამულო ბანკის შენობაში მიმდინარეობდა ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი კომისიის მუშაობა. და სწორედ იქ იკრიბებოდნენ ერის მამები, თავმჯდომარე იყო დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი, თელი ეს ერის მამები იყვნენ ამით დაკავებული და სწორედ იმ პერიოდში ცნობილი უნგრელი მხატვარი მიხაილ ზიჩი იყო ჩამოსული, სულ სხვა მიზნით იყო ლერმონტოვის ნაწარმოებები და ილუსტრაციები გაეკეთებინა და ამ პერიოდში მოდის ივანე მაჩაბელთან მეწარმე გიორგი ქართველიშვილი და სთავაზობს მას რომ მე საკმაოდ შეძლებული ადამიანი ვარ ჩემი ოჯახისთვის და შთამომავლობისთვის ყველაფერი უკვე მაქვს და ვიზრუნე ეხლა მინდა ჩემ ქვეყანას რაღაც გავუკეთო და იქნებ იმასწავლოთ ბატონო ივანე რა გავუკეთო და აგაშენა ღმერთმა უთხრიანი მაჩაბელმა ეხლა დავავთავრეთ სწორედ ვეფხისტყაოსნის ტექსტი დავადგინეთ და გვინდა დავბეჭდოთ ამისი თანხები გაიღო გიორგი ქართველიშვილმა ზიჩის დაუკავშირდნენ თხოვეს მას რომ დაესურათებინა ეს პოემა მან წაიკითხა დარჩა ესე აღფრთოვანებული და იმის გამო რომ ცოტა დრო ქონდა არის ესეთი ხერხი ცოცხალი სურათები და მთელი მისი ილუსტრაციები უდიდესი უმრავლესობა სულ 32-33 ილუსტრაცია სწორედ ცოცხალ სურათებს დგამდა და სხვა შორის ძალიან ცნობილი პიროვნებები ეხლა გიორგი შერვაშიძე იყო ტარეელის როლში მაგალითად კოსტუმი ეცვა ეხლა მაშინ მოგეხსენებათ არც ტელევიზია იყო არც ვიდეო არაფერი და ილია ჭავჭავაძე როგორც ჭკვიანი ადამიანი რამდენიმე კურდღელს ერთად იჭერდა ეს ამ ილუსტრაციების მიხედვით დაქონდა სხვადასხვა ქალაქებში ეს ცოცხალი სურათები დააყენებდნენ, გაიხსნებოდა ფარდა და იმ თავის კითხვა მიდიოდა, პერფორმანსებს აწყობდა. და ეს გარდა იმისა, რომ სანახაობა იყო, წერა-კითხვის გავრცელებასაც უწყობდა ხელს, ეხლა წიგნების დაბეჭდვას დრო უნდოდა, სახსრები უნდოდა, ეს ცოცხალი სურათები კიდე აი ამ სახით, ესე იგი, თეატრი იყო, ესე იგი ენის იდენტობის და ქართული სულის გადარჩენის ესე იგი კერა. და მინდა გითხრათ რომ დღეს კიდევ უფრო აქტუალურია და კიდევ უფრო მეტი ფუნქცია აქვს თეატრს, იმიტომ რომ მაშინ არ იცოდნენ წერა-კითხვა და უნდა ესწავლებინათ და ეხლა რაც იცოდნენ ამასაც ივიწყებენ და ჩვენი მომავალი თაობა თუ რაღაც არ მოვიმოქმედეთ SMS შეტყობინება თაობად დარჩება. ეს არის რეალობა, ეს ძალიან საბალალო შედეგები შეიძლება მოიტანოს, ძალიან კარგია ტექნოლოგია და ტელეფონი და ყველაფერი, ამას ძალიან გაადვილა ბევრი რამე, მაგრამ დიდი ხიფათიც შექმნა და ამიტომ კი არ უნდა წავართვათ პირიქით. რაც შეიძლება თანამედროვე ტელეფონები უნდა კონდეს ჩვენს მომავალ თაობას, იმიტომ რომ ბევრი რამეს აადვილებს ის
მაგრამ ხანდახან უნდა გამოთიშონ და მივიდნენ თეატრში და მე იქნებ დაინტერესდი და წაიკითხე ვიდეოს. მაგრამ თეატრი არის ადგილი გარდა იმისა, ვის დაუშვათ ნახავს ნაწარმოებს და გაეცნობა უშუალოდ ლიტერატურას იქნება თუ ისტორიას. თეატრი არის თანაგანცდის ადგილი. და დღეს ამ გლობალიზაციამ ამ პრობლემებმა ყველაფერმა გაათითოყაცა ადამიანები და ერთმანეთის მიღმა დადიან და აღარ აწუხებთ ერთმანეთს საწუხარი. მარტო ადამიანები დადიან და ეს სულიერი სიღარიბე მე ისე შეიძლება მოხდეს რომ ტელეფონმა ჩაანაცვლოს საერთოდ ამ ტექნიკამ ადამიანი და ზედმეტი აღმოჩნდეს ადამიანის არსებობა ძალიანაც ესე იგი რობოტებით იქნეს დასახლებული. რა თქმა უნდა ჩვენ არავის არ გვინდა და ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რაღაცა ჩვენს უნდა ვიზრუნოთ ერთი აგური დავდოთ და სწორედ ეს სამყარო უკვე ეს ახალი სცენა, ეს ავანსცენა თქვენ ნახეთ იქ თავის ფუნქციას შეიძენს აუცილებლად. მაგრამ ძირითადად რაც უნდა მოხდეს აქ, ეს უნდა მოხდეს საგანმანათლებლო ჭრილში, მომავალი თაობისთვის. და ყველაფერი ის რაც შეიძლება სცენაზე წარმოაჩინო, რაც სცენაზე ხდება, ყველაფერი უნდა მოხდეს აქ და უნდა მოხდეს სინთეზი სხვადასხვა ხელოვნების. თეატრი ისეთია შინაარსის ხელოვნება, სადაც თავს იყრის ყველა ნაირი ხელოვნების მიმართულება და ნახოთ რა გამოგვივა. ასევე უკვე შემიძლია თამამად თქვა რომ დიდი მადლობა უთხრა კულტურის სამინისტროს. ერთი მსახიობის თეატრი ვერიკო, რომელიც 2007 წლის შემდეგ პრაქტიკულად შეწყვიტა ამ ფუნქციონირება. ეს იყო ფიქრის გორაზე, ქალბატონი ვერის სოფიკო ჭაურიას სახლში. და ეს იყო არაჩვეულებრივი ადგილი, ეს იგი სულად უნიკალური. და სამწუხაროდ 2007 წლის მერე შეწყდა ფუნქციონირება. აი ახლა სწორედ უკვე წლებია რაც ჩვენ ამაზე გვიფიქრია და ფაქტობრივადაც უკვე რამდენიმე სპექტაკლი ვითამაშეთ, მაგრამ მაინც იყო არ იყო ბოლომდე მიყვანილი, რაღაც სტატუსი არანაირი აღარ ქონდა და დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს. ეს ოჯახის გადაწყვეტილება იყო. აღდგა პრაქტიკულად ახლა სამხატვრო ხელმძღვანელი იქნება ნიკოლოზ შინგელაია. სხვაჩოს მისი ინიციატივა იყო, როცა მე თავმჯდომარე გავხდი, რომ იქნებ მოვახერხოთ როგორმე და მე დიდი სიამოვნებით დავთანხმდი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი ოჯახები ძალიან მეგობრობდნენ, მამა ჩემს სპექტაკლი, ბოლო სპექტაკლი სხვათაშორის იქ თამაშა. და კარგად მახსოვს, თუ რამოდენიმე თვის შემდეგ უკვე აღარ იყო ცოცხალი. და ეს სწორედ 4 სპექტაკლი უკვე ესე იგი ვამზადებთ ამას დეკემბრის ბოლომდე 4 სპექტაკლს გამოვუშვით. არ მინდა ხა წინასწარ ვილაპარაკო, მაგრამ ისეთი საინტერესო ხალხი იყრეს უკვე თავს ამ თეატრის გარშემო. მე მგონი რაღაც საინტერესო უნდა გამოვიდა. არც აქვს უფლება, იმიტომ რომ ის თვითონ ისეთი თეატრი იყო, იმდენი საინტერესო ადამიანები ამით დაინტერესებული. მსახიობები, რეჟისორები, რა ვიცი, კომპოზიტორები, მხატვრები სულადანი, ქორეოგრაფიაც გვექნება ჩართული. და ვფიქრობ, რომ სექტემბრის ბოლოს გავხსნით. და ეხლა ჩვენ გადმოვინაცვლით უკვე ბაღის ტერიტორიაზე. შეხედავთ, რომ საკმაოდ დიდი ამფითეატრი გვექნება. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ შეგვენარჩუნებინა მრავალწლიანი ხეები. რაც მნიშვნელოვანია, ნახეთ ბარელიეფები, რომელიც პრაქტიკულად არ ჩანდა და გაიწმინდა ოკეთდა თავიდან და სხვანაირი იერი მიიღო ეს განათლება კიდევაც რაღაც სხვანაირი სივრცეს მივიღებს კულტურის და განათლების არა გვაქვს სამწუხაროდ მრავლად ესეთი ადგილები განსაზღვრული არის საბავშვო სათამაშო კუთხეც იქით მხარეს ეს როგორც მოსახლეობისთვის იქნება გაცილებით უფრო მიმზიდველი ადგილი და დასვენებად შემოვიდნენ, ასევე ვეცდებით, რომ თეატრალური სანახაობები, ასევე ეკრანიც იქნება, სადაც მინდა რომ
ფილმები გაუშვა, ძირითადად ქართული ფილმები. ეხლა ამოვიდა არქივებიდან ისეთი ფილმები, რომელიც საერთოდ ხსენებაც კი არავინ იცოდა მის მათ შესახებ. ძალიან ბევრი საინტერესო ფილმი, რომელიც გადაღებულია წლების წინ, თაროზე. ჩვენ ვესწრებით რომ პერიოდულად კინოჩვენებები გავაკეთეთ. აქ არის საშუალება იქნება რომ კონცერტი, ასევე მოდების ჩვენება, სამხატვრო აკადემიაშიც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობა მეტყვი, მასწავლე და წლებია უკვე. რაც პედაგოგი ვარ. და თეატრალურ მხატვრობის გარშე ხარ. ვერც თეატრს ვერ წარმოიდგენ. ამ მიმართულებითაც საინტერესო იქნება რომ როგორც თეატრალური ინსტიტუტი, ასევე სამხატვრო აკადემია და კონსერვატორია რაღაცნაირად აქ მოხდეს მათი თანამშრომლობა და შეცდომა. ანუ იმის თქმა მინდა რომ რაც კი რაიმე არის თეატრში მოშლებული ყველაფერს საშუალება მინდა რომ მივცეთ თეატრალებს, ხელოვანებს თავიანთი შესაძლებლობა გამომჟღავნონ და რა ვიცი, ნახოთ რა გამოვიდა. წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით, თუმცა წინაპირობა კარგია. ესე იგი დარბაზის მრავალფუნქციურია და ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია დარბაზის არის რომ რეგიონის თეატრები რომელთაც არ ქონდათ საშუალება რომ ხშირად ჩამოეტანა თავიანთი შემოქმედება და ეჩვენებენ თელესერი მაყურებლისთვის. ეხლა აქვთ მათ სცენა სხვადასხვა ამისთვის არის მოწოდებული რომ რეგიონის თეატრის სპექტაკლები ჩამოიტანონ და აქაჩვენონ და აქამდე ძალიან ჭირდა იმიტომ რომ არ იყო მის საშუალება. ეხლა პრაქტიკულად ყველა პირობა იმისთვის რომ თანაც რა შეიძლება საქმე რომ პატარა ქალაქში თეატრი არის ერთადერთი კერა ხშირად. იმის გამო რომ მოსახლეობა არის წირი პრემიერა ორი სპექტაკლი და მე მაყურებელი აღარ ყავს. ამიტომ საჭირო იქ ხშირად დაიდგას, მაგრამ ეს სპექტაკლი აქაც უნდა ჩამოვიდეს და თბილისში მაყურებელმა სულიდან ნახოს. გვაქვს ჩაფიქრებული რომ ესეთი კვირეულები გავაკეთოთ რეგიონების მიხედვით. ერთად გურია სამეგრელოს განყოფილების კვირეული. 3-4 თეატრის სპექტაკლები ვითამაშოთ. შემდეგ კაკეთის ასევე მერეთის ასე შემდეგ. ნახოთ ძალიან ბევრი თეატრია საქართველოში. კიდევ უფრო მეტი რომ იყოს, კიდევ უკეთესი. და ყველას მიეცემა საშუალება რომ ამ სცენაზე წარმოადგინოს თამაში. ასევე გვინდა სტუდიები გაკეთდეს. სასწავლო. ყველაფერი ის თეატრი ჭირდება. აქ რასაც შევძლებთ რომ აქ დავუშვათ ისწავლებოდეს იგივე სცენოგრაფიის მიმართულებით, იგივე გრიმის გრიმი და თეატრი ძალიან მრავალი ინდუსტრია თეატრი და სხვადასხვა პროფესიების ადამიანები ემსახურებიან. ნახოთ შეიძლება ისე ყურათ იქნება ეს სასწავლო ცენტრებიც გაკეთდეს. თოჯინების თეატრი რომელიც აუცილებლად უნდა ფუნქციონირებდეს. ამის წინაპირობების არის და ნახოთ ესე წინასწარ არ მინდა ლაპარაკი, მაგრამ უეთ ნახოთ რა გამოვა. მე სულ იმას ვამბობ, რომ ბატონ გიორგი გეგეჭკორთან საუბარი 1 საათიანი თუნდაც ერთი უმაღლესის დასრულებას უდრის მეთქი და რაოდენ სასიხარულოა, რომ ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის და არის მისივე სტუდენტების აზრი და იმ ახალგაზრდების აზრი, რომელთა გვერდითაც მუდმივად დგას გიორგი გეგეჭკორი. რაც შეეხება ოდნავ ცოტა ხარვეზივით იყო ხმაზე, მაგრამ ეს არის მე არ ვთვლი ამას ხარვეზად, ეხავე გეტყვით რატომ. იმდენად სასიამოვნო ხმები ედებოდა ჩვენს პატარა მიკროფონს და ეს ხმები ზუსტად იმ სამუშაოზე მეტყველებენ, რომელიც მიმდინარეობს ზუსტად ამ ბაღში. და კიდევ ერთი სიახლე, რომლის თაობაზეც თავად ბატონმა გიორგი გეგეჭკორმა მოგახსენათ,
განახლებული ერთი მსახიობის თეატრი, ვერიკოს თეატრად წოდებული. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს და დიდი მადლობა კერძოდ თინათინ იგივე თიკა რუხაძეს. და აქვე მინდა აღნიშნო მარიამ ლომთათიძე, რომლის შესახებაც ბატონმა გიორგიმ ილაპარაკა, უბრალოდ მეც მინდა ეხა ვთქვა, რომ მან გააკეთა ციფრული ვერსია ქართული ამბანისა და აი ზუსტად ამის თანხლებით გაიხსნება ალბათ 15 სექტემბერს 15 ოქტომბერს მაპატიეთ ცოტა არ შემეშალოს მეშინია ზუსტად ეხა არ დავასახელებ რიცხვს თეატრიც და ბაღიც ასე რომ ხო და რაც შეეხება ეხა შემდეგ ვიდეო მასალას თეატრი თეატრალების რეჟისორების მხატვრების მუსიკოსების გარეშე ყოველად შეუძლებელი და წარმოუდგენელია და ჩვენ ერთ-ერთ შეკრებას, პირველ შეკრებას დავესწარით თეატრალებისას, სადაც რეჟისორებიც იყვნენ, მხატვარიც ბრძანდებოდა ქალბატონი ნინო და ასევე ისეთი საყვარელი მსახიობები, რომლებსაც ახლა თქვენი ხილვათ და ყველას ძალიან გაგიხარდებათ მათი ხილვა და ახლა გთავაზობთ სწორედ რამდენიმე ინტერვიუს ამ მსახიობების ინტერვიუს შემოგთავაზებთ რეჟისორის ინტერვიუს და შემოგთავაზებთ მხატვრის ინტერვიუს და ეს ყველაფერი ერთ ვიდეოში იქნება. გთხოვთ ჩართოთ ვიდეო. სპექტაკლზე საუბარი ჯერ ადრეა რა იქნება, მაგრამ მე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო აი ამ გარემოზე, იმიტომ რომ არაჩვეულო მახსოვს აქ რა იყო და ეხლა რა არის. ნუ ეს გოიკას დამსახურებაა გეგეჭკორის. როგორც იტყვიან, არსებობს ამ ქვეყნად კიდევ ხალხი, ვისაც რაღაც აწუხებს, უყვარს და ბევრი რემონტს რო აკეთებს, არასაჭირო რაღაცებს ახევს და აგდებს, და ხდება მერე როგორც ჩვენთან თუმანიშვილში გააკეთეს რემონტი და დაიკარგა ხმა იმ პატარა დარბაზში. ეხლა არის ბრტყელი. და ამან ეს ყველაფერი შეინარჩუნა, გაასუფთავა და ძალიან კარგი ის არის. ხო ხედავთ რაც ხდება რა. ეს სულ რესტავრაციაა გაკეთებული თითო სკამს. რომ ზიხარ ადამიანს გძნობ თავს. მერე გადასარევი სცენა, ჯერ არ ტრიალებს იქ მოუპარიათ რაღაც მოტორი თუ რაღაცა და სიგრძე აქვს ძალიან კარგი, სიღრმე უბრალოდ. აკუსტიკა ხო გითხარით და ნუ განათებაც და გადასარევი სიტუაცია. და თუ რამის თქმა გვინდა აი აქ უნდა ვთქვათ. აი პირველი სპექტაკლი ვნახოთ რა იქნება, ჩარლის დეიდას ვაკეთებთ. ხო და ვნახოთ, გარეთ აკეთებს კიდე ღია სცენას, ეს საერთოდ სიგიჟე იქნება, ძალიან სერიოზული და ქართული ფილმები, ძველი, ახალი მივიწყებული ნაკლებად და ამას აკეთებს. დიდ საქმეს მოკიდა ხელი. უბრალოდ მიიყვანა თითქმის ბოლომდე. ეს კეთდება გარე სცენა, მაშინ ეზოში. და ეს ხო მზად არის და ეს კი არა თუ ყველაფერი ისე იქნა როგორც საჭიროა, ჩვენთან რემონტი იწყება, მეფელირი ისედაც მარჯანიშვილში იყო გადასული. იქაც რემონტია ახლა. ხო და აი გვინდა ვცადოთ აქ გავაკეთოთ. კეთილი სურვილი გამოთქვა, რომ შეგვიკედლავს. შეკეთილები ვიქნებით დროებით ყოველ შემთხვევაში. ნახოთ. ბევრი რაღაცებია ჩაფიქრებული და თითო სამთვეში რო თითო სპექტაკლი გამოვიდეს. თავარია სპექტაკლი გამოვიდეს საინტერესო, აი არის თორე პირობები არის არაჩვეულებრივი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგია. აი ესეთი ამბებია. ხო, ნუ ჩვენ გვინდა რომ 15-ში გამოვიდეს, მაგრამ არ ვიცი ტემპებით როგორ მოესწრება, იმიტომ რომ აგვისტო არის და ცოტა გასული გამოსული მსახიობი. ნუ სექტემბრის ბოლოსაც რომ მოვასწროთ, რეალურად ეხა ორი სპექტაკლია. ეს არის თავისუფალი წყვილი, დარიო ფოს იტალიელი ნობელიანტია და მეორე არის ჩემი დეიდა ჩარლი. ჩარლის დეიდა უბრალოდ.
ნუ ეს რუსული შეიძლება ახსოვს მაყურებელს, კალაგინი თამაშობდა იავაშა здравствуйте იავაშა გამარჯობათ მე თქვენი დეიდა ვარ ესე ერქვა კინოს და აი გვინდა რომ რაღაცა სახალისო ცოტა კომედია დავდგათ. მთავარია რომ ვიკრიბებით ის მსახიობები ვისაც ერთმანეთს ძალიან გვიყვარს. არა გვაქვს პოლიტიკური შეხედულებები რომ თქვენთან ერთად სცენაზე არ დავდგები. პირიქით სულ ყველა მეგობრები ვიკრიბებით და ძალიან კარგი მსახიობები. საუკეთესო მსახიობები, ასე ვთქვათ, საქართველოში ვინც არიან დღესდღეობით. მე მგონია რომ რამოდენიმე 5 პროექტი გვინდა გავაკეთოთ იანვრამდე და აი ხა ვართ შერჩევებში სცენარების, პიესების, გვაქვს მონოსპექტაკლების იდეა. აგერ გოგის აქვს საათნოვას დადგმის სურვილი. ასევე იუბილეო უწევს აკაკი ხორავას და ვერიკო ანჯაფარიძის 105 წელია თეატრის ისტორიაში, რაც პირველი ორივეს იუბილე დგება წელს და რა ვიცი, რამოდენიმე ძალიან კარგი იდეა გვაქვს, რაც ვინდა რომ გავახორციელოთ და თავარია რომ ძალიან ახლო მეგობრები ვიკრიბებით და სურვილი გვაქვს რაღაცა ახალი გავაკეთოთ ახალ თეატრში. სცენა უმასპინძლებს ამ ჩვენ რეგიონებს და არა მარტო რეგიონებს, ხა დამპატიჟეს მეც ასე ვთქვა, ძალიან გამეხარდა გიორგი გურგულიამ დამირეკა და შემომითხრა რომ კარგი ჯგუფი შევიკრიბეთ, შეიკრა, საინტერესო პიესას ვაკეთებთ. ესეთ ხალხს ხედავ აქ რომ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იქნება, ძალიან გემოვნებიანი, მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. გეგეჭკორს მადლობას გადავხდი ამ ყველაფრისთვის, იმიტომ რომ როგორც გავიგე, ძალიან დიდი შრომა ჩადო ამ ადამიანმა ამ ყველაფრის გაკეთებაში. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა, ეს შეთავაზება ამ სპექტაკლის გაფორმების, მით უმეტეს აქ როგორც ხედავთ განახლებულია ეს დარბაზი, დაწყებული სკამებიდან, ეზოში შენდება შესანიშნავი საზაფხულო თეატრი, არის შესანიშნავი სამსახიობო ჯგუფი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი სპექტაკლი და მე ვარ ძალიან გახარებული, რომ ვარ მონაწილე ამ ყველაფრის. ძალიან კარგ საქმეს მოვკიდეთ ხელი ზოგადად აქ, ბატონი გიორგის თაოსნობით, ბატონ გიორგის გეგეჭკორს გულისხმობ. და აი მოვხვდი ამ ხალხთან, სადაც ალბათ ნახევარი ცხოვრება რომ მეფიქრა, ვერც მოვიაზრებდი, მაგრამ წინადადება მომივიდა, რომ გამეკეთებინა ამ არაჩვეულებრივ კოლექტივთან ერთად ეს საკმაოდ ცნობილი პიესა, ბრანდონ ტომასის ჩარლის დეიდა. მე გახლავართ რეჟისორი. პირველი პროფესია ჩემ, მსახიობი ვარ, მეც თვითონაც ვითამაშებ ჩემ საკუთარ სპექტაკლში. პირველი ჩემი შეხება იყო თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, სტუდენტი ვიყავი. და რეპეტიციები მიტარდებოდა ჩემი სადიპლომო პიესაზე. ანზორი ქუთათელაძე აკეთებდა და აი იმის იქიდან რომ მოყვა ეს თეატრი ძალიან მიყვარს. როგორც მსახიობი ბევრჯერ მაქვს ნათამაშები ამ სცენაზე და ეხლა რაღაცა სხვა განსაკუთრებული გარემოა იმდენად რამდენადაც აი ამ სტანაბუმბერას ადამიანებთან რომ გააკეთებ სპექტაკლს, მათ გვერდით რომ ვითამაშებ, ეს უკვე რაღაცა არის. თუმცა რომ არც უმაგისობა მქონდა მე როგორც პროფესიონალ მსახიობს, რადგან მქონდა ნათამაშები ხალბატონ ზინა კვერენჩხილაძესთან ერთად სცენაზე, ბატონ ნედიშერთან ერთად სცენაზე, დოდო ჭიჭინაძესთან ერთად სცენაზე და ეს ემოცია განცდილი მაქვს ოდესღაც წარსულ ჩემ ცხოვრებაში და დღეს ეს მეორდება მე მგონი და ძალიან მოხარული ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ ალბათ ამ კუთხითაც. ეს სპექტაკლი ავირჩიე
უბრალოდ არა რომ კარგი სპექტაკლია და კარგი გასართობი არის და ადამიანებს მობეზდათ ამ რუტინული ცხოვრებიდან ცოტა რაღაცაზე მინდა რომ გადაერთონ ცოტა სიმხიარულე რაღაცა სხვა კომედია არის საჭირო ადამიანის ცხოვრებაში სადაც მეტი სიცილია სადაც მეტი მხიარულება არის და ეს იყო ჩემი ბატონი დავით კობახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი იქნება ალბათ უფრო ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ინსტიტუტში სწავლის პერიოდში და მან გააკეთა საკურსო ჩარლის დეი და მსგავსი არ იქნება რა თქმა უნდა განსხვავებული იქნება რაღაც ჩასწორებებით მაგრამ ეს წელია რაც დაიღუპა და მინდა რაღაცნაირად მიუძღვნა მას და არა მხოლოდ მას ჩემ მშობლებსაც ძალიან ცოტა ხანია რაც დამიღუპა მამა და დედა ერთად და მინდა რომ რაღაცნაირად იმათაც აი ამ სამ ადამიანმა გაიხაროს ჩემი წარმატებით, ჩვენი წარმატებით. იმიტომ რომ ამის ეს იქნება საწინდარი ძალიან დიდი ამბების, ძალიან კარგი ამბების თეატრალურ სამყაროში და მე ვიმედოვნებ რომ ეს ერთი და სხვა მრავალი, მე ესე ვიტყოდი. ამ პიესაში მე ვთამაშობ ბაბს ბაბერლეის. ძალიან საპასუხისმგებლო როლია, ძალიან კარგი რეჟისორი ხავს, ქალბატონი ეკატერინე კვირკელია. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ბატონ გიორგი გეგეჭკორს, რომელმაც თეატრალურ მუშაკებს მოგცა შესაძლებლობა წავდგეთ მაყურებლის წინაშე იმ პროგრამით, რა პროგრამაც უკვე მონატრებული აქვს მაყურებელს. პირველი, რასაც თეატრში მე პირადად როგორც მსახიობიც და როგორც მაყურებელი ვაქცევ ყურადღებას ატმოსფეროა. და აქ რო შემოვედი დარბაზში, ეს ატმოსფერო დამხვდა და იგრძნობოდა და ამან ძალიან გამათბო. და განმაწყო, ასე ვთქვათ, ცოტა შემოქმედებითად და სრული გამიჩნდა მუშაობის სცენაზე დგომის და მაყურებელთან შეხვედრის. ძალიან მიხარია, რომ ამ ხელა უნიკალური ისტორიის შენობას მიხედეს, გაარემონტეს და იმედი ავამუშავებ. ხარული ვარ დღეს რომ ვიმყოფები აი ასეთ ლამაზ და მოწესრიგებულ ხორავას თეატრში და ძალიან მოხარული ვარ რომ ამ თეატრში ვიღებ მონაწილეობას ახალ სპექტაკლში რომელიც დაიდგმება ძალიან მალე სავარაუდოდ ოქტომბერში უკვე ვიხილავთ პრემიერას და მე მაქვს ენის როლი. ჩემი ემოცია გამოვხატო იმით, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, აი ასეთ უნიჭიერეს მსახიობებთან მიწევს მონაწილეობა. ჩემი განცდა აქ ყოფნის არის ბავშვობაში დაბრუნება და რატომ? 5 წელს ვიყავი, როდესაც აი ზუსტად ამ სცენაზე შევდგი ფეხი ბატონ გიგა ურთქიფანიძეს ჰქონდა გაკეთებული თეატრალური სკოლა და პირველი ნაკადი ვარ მე იმ თეატრალური სკოლის, რომელიც ვიყავი ყველაზე პატარა 5 წლის. და ამდენი წლის მერე მიხარია, რომ ისევე გაცოცხლდა ეს ყველაფერი და აი ასეთ ადამიანებთან ერთად მიწევს მოღვაწეობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად შესდგება და მადლობა ამისთვის ყველაფერს ყველას. ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ საზოგადოების წევრები, რომლებსაც გველოდება უაღრესად საინტერესო არაერთი პრემიერა თბილისის უკვე განახლებულ აკაკი ხორავას სახელობის თეატრში და მასთან არსებულ საზაფხულო თეატრში, რომლის აღდგენითი სამუშაოები აი ახლა მიმდინარეობს და ასევე აღდგა როგორც ბატონმა გიორგი გეგეჭკორმა ბრძანა აღადგინეს ვერიკოს ერთი მსახიობის თეატრი ვერიკოს თეატრად წოდებული და ამ ყველაფრის გვერდით
პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდენტს მხატვარ გიორგი გეგეჭკორს, აი ამ ეს არის მე თუ მკითხავთ საუკუნის საქმე. ის მშენებლობა, რომელიც სოლოლაკში გიორგი ლეონიძის 11 ნომერში მიმდინარეობს, აკაკი ხორავას თეატრის ბაღს და მომავალში საზაფხულო თეატრს გულისხმობ, აი ეს მშენებლობა ალბათ საუკუნის მშენებლობად უნდა, მშენებლობა როგორ აღდგენითი სამუშაოები ამ ბაღისა, ალბათ საუკუნის მშენებლობად შევა თეატრის კი არა და ზოგადად საქართველოს უახლეს ისტორიაში და ზოგადად ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამისთვის ბატონ გიორგი გეგეჭკორს, ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ ბაბაშიძეს, ძალიან დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს და მის არაჩვეულებრივ მინისტრ თიკარუხაძეს და ძალიან დიდი მადლობა მთაწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ დავით კირკიტაძეს. თქვენ ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც მიყურეთ, გვიყურეთ და გვისმინეთ და მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით ნახვამდის.